ფენოვანი ხაჭაპური, რომლის გემო და ხრაშუნი არასდროს დაგავიწყდებათ. ყველა ინგრედიენტი შევიძინე ორნაბიჯში, ორჯერ ორი ბარათის გატარების წყალობით, საკმაოდ დიდი ფასტაკლები. ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო ფენოვანი ხაჭაპური. ადუღებულ წყალს დავამატოთ კარაქი, კვერცხი, ძმარი, კონიაკი, მარილი, შემდეგ სითხე შევურიოთ ფქვილს და მოვზილოთ ელასტიური ცომი. გავაბრტყელოთ სამუშაო მაგიდაზე 1 მმ სისქეზე, გადაუსვათ ოთახის ტემპერატურის კარაქი. როცა კარაქი რბილია, ძალიან ადვილად ნაწილდება. გადმოვკეცოთ კარაქიანი ცომის ნაწილი, ხელით გამოვდევნოთ ჰაერი, რომ არ გაგვეხეს ცომი გაბრტყელებისას. შემდეგ გადავკეცოთ ისეთი თანმიმდევრობით, როგორცაც კადრში დაინახავთ, მოვათავსოთ გრინში და დავასვენოთ 40 წუთით მაცივარში. ამ პროცედურას გავიმეორებთ 3ჯერ. გაბრტყელებულ ცომს წაუსვამთ კარაქს, გადავკეცავთ, დანით შეგვიძლია გვერდები აი ასე ჩაუსეროთ და უფრო მეტ ფენას მიიღებთ. იცოდით? შემდეგ ვათავსებთ გრინში და მაცივარში. ორჯერ ორი ბარათი სულ სახლში მრჩებოდა ხოლმე. ახლა კი მივხვდი, რომ მისი ყველა ტრანზაქციაზე გატარება აუცილებელია. საკმაოდ ძვირად ღირებულ პროდუქტებს მოვიხმარ სახლში მზადებისთვის და დიდ ფასტაკლებას მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიღებ. ცომი გამოვიდა 1200 გრამი, გავყავი 4 თანაბარ ნაწილად, გავაბრტყელე თითოეული ნაწილი პირდაპირ საცხობ ქაღალდზე, შუაგულში მოვათავზე ყველის მიქსი, მე გამოვიყენე სულგუნი და იმერული, შემდეგ კი გვერდები გადავკეცე კონვერტისამებრ. გადაუსვათ რძისა და კვერცხის გულის ნაზავი და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ მზაობა. შემდეგ ეს რეცეპტი და ორჯერ ორი ბარათის გატარება უბრალოდ არ დაგავიწყდეს.